ჟურნალისტიკაში ჩემი აზრით არსებობს ორი მთავარი ჟანრი. ეს არის რეპორტაჟი და ეს არის ინტერვიუ. რეპორტაჟი და ინტერვიუ დავიმახსოვროთ. თუ რომელიმეს უნდა მივცე უპირატესობა, ჩემი აზრით, თუმცა სხვას ფიქრობენ, სხვაგვარად ფიქრობენ, ინტერვიუ ოდნავ, სულ ოდნავ სჯაბნის რეპორტაჟს, თუმცა კარგი რეპორტაჟის წაკითხვას ან კარგი რეპორტაჟის ნახვას ტელეეთერით რა სჯობს მეორე მხრივ. ინტერვიუ აკითხარით ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში სჯაბრის, მაგრამ ინტერვიუს გაკეთება საკმაოდ რთულია, ძალიან რთულია. კარგი ინტერვიუსი და არა საყველპუროსი, არა ყოველდღიურისა და არა ისეთისა, როგორცაც ჩვენ ხშირად ვადევნებთ თვალყურს მედიის საშუალებებში. იმ რესპონდენტებთან, რომლებიც გაცვეთილნი არიან და ეთერიდან ეთერში დადიან, მათგან ინტერვიუს გაკეთება იოლია, მაგრამ ნამდვილი მსუყე ინტერვიუ რო გააკეთო, საკმაოდ რთულია. საკმაოდ რთულ ინტერვიუს და კარგ ინტერვიუს აკეთებენ კარგი ან საუკეთესო ჟურნალისტები. ახლა მე ერთ გვარსახელს დააგისახელებთ, რომელიც ჩემი აზრით ეს პირი, ვისაც დავასახელებ, ერთ-ერთი საუკეთესო კი არა, ალბათ საუკეთესოთა შორის საუკეთესო ინტერვიუერია ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც ბევრი თქვენგანი შესაძლოა არც იცნობს, იმიტომ რომ ის ყოველ დღე არ არის ტელეეთერში. მე ვუდასტურებ პატივისცემას ჩემს სხვა კოლეგებსაც, არავითარ შემთხვევაში არ ვამბობ იმას, რომ ისინი ცუდ ინტერვიუს აკეთებენ, რას ბრძანებთ ერთმანეთზე უკეთეს ინტერვიუებს ნახულობთ ჩვენ ტელეეთერებიდან, მაგრამ ვისაც დავასახელებ, მე მინდა ხაზგასმით თქვა, ჩემი პერსონალური დამოკიდებულება, ის არის საუკეთესოთა შორის საუკეთესო. ამ ადამიანს ჰქვია ნინო და გვარად არის გელაშვილი, ის რადიო თავისუფლების ჟურნალისტია და ყოველი შემდგომი მისი ინტერვიუ ჩემი აზრით წინაზე უკეთესია. მაგრამ არსებობს კიდევ ეპოქალური ინტერვიუები. ეპოქალურ რესპონდენტებთან, მაგალითად, რომელიმე ჩვენგანი რომ მიეცეს შესაძლებლობა, რომ აიღოს ინტერვიუ პრეზიდენტ ტრამპთან. ყველაზე ცუდი ინტერვიუერიც კი, ყველაზე კარგი ინტერვიუერად იქცევა იმ შემთხვევაში, თუ მიაღწევს პრეზიდენტ ტრამპამდე, ხო, რასაკვირველია, მეტნაკლებად კვალიფიციური კითხვები უნდა დაუსვას, ეხა თლაც სიგიჟეები არ უნდა გკითხოს, მაგრამ თუ ტრამპამდე მიხვედი, ვინმე მოგამზადებს, პროდიუსერი გეყოლება, მეგობარი, ახლობელი ან კოლეგა, რომელიც მოგამზადებს. ეპოქალური ინტერვიუები შეიძლება სულაც არ ნიშნავდეს იმას, რომ აუცილებლად ძალიან პოპულარულ ადამიანთან უნდა აიღო ინტერვიუ, არა, შეიძლება ნაკლებ პოპულარულთან, მაგრამ იმისი აზრები, იმ პირის აზრები არის მეტად მნიშვნელოვანი. ნინოს მიერ აღებულ ინტერვიუთა შორის მას ბევრი კარგი ინტერვიუ აქვს ჩაწერილი. ჩემი აზრით, დღევანდელი ინტერვიუ ამერიკის შეერთებული შტატების ჯერაც მოქმედ ელჩთან, რომელიც დღე-დღეზე დატოვებს საქართველოს სამწუხაროდ, ქალბატონ რობინ დანიგანთან, არის ეპოქალური ინტერვიუ სწორედ იმიტომ, რომ რესპონდენტი ძალიან საინტერესო და უაღრესად მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ ერთ-ორ საკითხთან დაკავშირებით უფრო რე, ესე ვიტყვი. ამიტომ ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენ უნდა დავუფასოთ ინტერვიუერებს შორის ერთ-ერთ საუკეთესოს, თუ საუკეთესოს არა, ნინო გელაშვილს, ის რაც მან გააკეთა, უკვე გააკეთა. კვლავ ვიმეორებ, ნინოს მიერ აღებული ინტერვიუ ქალბატონ დანიგანთან არის ეპოქალური მეთქი, ან იქცევა ეპოქალურად. ნინო ჩემი მეგობარია, მას მადლობას ვუხდი, მაგრამ ახლა უფრო მნიშვნელოვანზე გადავდივარ. რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ ქართულის არის ლიდი, შესავალი. ქართული ოცნების ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად მიიღეს ეს წერილი შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში. ელჩი რობინ დანიგანი ასევე აცხადებს, რომ მას სურდა და მიაქციეთ ყურადღება ყველა სიტყვას. ეს არის პრინციპში ესეთი რეზიუმე, რასაც ახლა მე ჩაგიკითხავთ, რასაც ახლა მე გაგაცნობთ, თუმცა რამდენიმე ასპექტზე კი გამამახვილებ ყურადღებას. ელჩი რობინ დანიგანი ასევე აცხადებს, რომ მას, ანუ ელჩს, სურდა ბიზინა ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრა, რადგან ქართული ოცნების ხელმძღვანელობის წერილზე ჰქონდა პასუხი სახელმწიფო მდივან
რუბიოსაგან. ანუ ქართულმა ოცნებამ იცით თქვენ გაუგზავნა წერილი პრეზიდენტ ტრამპს, რასაც ქალბატონი ელჩი ამბობს, რომ ეს იყო უაღრესად შეურაცხმყოფელი, არასერიოზული მუქარის შემცველი, როგორ გაკადნიერდა ქართული რუსული ოცნება წარმოიდგინეთ ვაშინგტონში ერთ სახლში აგზავნის წერილს, რომელიც არის მუქარის შემცველი, რა შეიძლება, რითი შეიძლება დამუქრებოდა ქართული ოცნება, მე მაქვს ჩემი ვერსია. რითი შეიძლება დამუქრებოდა ქართული ოცნება ვაშინგტონს, იმით რომ გადავხტებით, საბოლოოდ გადავბარგდებით რუსულ ნავშიო, რუსეთის მხარეს აღმოჩნდებით საბოლოოდო, შეიძლება სწორედ ეს იყო ჩაწერილი იმ წერილში, რომელიც ქართულმა ოცნებამ იკადრა და გაუგზავნა ვაშინგტონს. თუმცა შესაძლოა მე ვცდები ელჩი არ ხსნის ფრჩხილს იმასთან დაკავშირებით, რა სიტყვები იყო ჩაწერილი წერილში, რომელსაც აწერდა ხელს ქართული ოცნება და ადრესატი კი იყო დონალდ ტრამპი. ელჩი რობინ დანიგანი ასევე აცხადებს, კვლავ ვიმეორებ, რომ მას სურდა ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრა, რადგან ქართული ოცნების ხელმძღვანელობის წერილზე ჰქონდა პასუხი სახელმწიფო მდივან რუბიოსაგან თვით მარკო რუბიომ, ანუ არა მეორე, არავინ არ არის მეორე ხარისხოვანი, მაგრამ არა იმ პირმა, რომელიც კავკასიის რეგიონს კურირებს, ან სახელმწიფო მდივნის მოადგილემ თუნდაც, არამედ თვით მარკო რუბიომ, რომელიც ყოველდღიურ კავშირში არის, ყოველდღიურ ურთიერთობაში არის პრეზიდენტ ტრამპთან, რომელიც ნაბიჯსაც არ დგამს, მით უფრო ესეც სენსიტიურ თემებზე პრეზიდენტ ტრამპის ნებართვის, ან პრეზიდენტ ტრამპთან შეთანხმების გარეშე, აიღო კალამი, აიღო ფურცელი, ვუტრირებ ცხადია ამ ფორმით არ იქნებოდა, შეიმუშავა ტექსტი თავის სტაფთან ერთად, რასაკვირველია, ელჩიც იქნებოდა ჩართული ამ პროცესში და დაწერა წერილი ბიძინა ივანიშვილის სახელზე და ეს წერილი პოსტით კი არ გამოაგზავნეს დიპლომატიური პოსტით, არამედ ეს წერილი გამოატანეს ქალბატონ ელჩს. წერილი უჭირავს ელჩს ხელში. და ელჩს ბუნებრივია დავალებაც აქვს მიღებული რუბიოსაგან, რომ ეს წერილი აჩვენოს, გააცნოს, წაუკითხოს, არა გადასცეს სწორედ ბიძინა ივანიშვილს. მისივე თქმით, სწორედ რუბიომ სთხოვა, ამას ადასტურებს ელჩი, რომ ეს პასუხი ბიძინა ივანიშვილისთვის მას ელჩს პირადად გადაეცა. თუმცა ივანიშვილისაგან შეხვედრაზე უარი მიიღო. ანუ წარმოუდგენელი ამბავია ხალხმა. პატარა საქართველო, რომელიც რასაკვირველია ღვთისმშობლის წილხვედრია, არ ვირონიზებ, რასაკვირველია ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი პოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ პატარა საქართველო თვით შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის წერილი რო არის გამოგზავნილი, ამ სახელმწიფოს დე-ფაქტო მმართველი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ არც შევხვდები, არათუ წერილს არ წავიკითხავო, არამედ არც შევხვდები ქალბატონ ელჩს, რომელსაც ხელში უჭირავს მარკო რუბიოს წერილი. პასუხი, თუ გნებავთ ასე ვიტყვი. ეს არის წარმოუდგენელი ამბავი და მე მინდა გკითხოთ თქვენ, ვინც ჯერაც ხართ ქართული ოცნების ტყვეობაში, თქვენ ხართ ტყვეები, უკლებლივ ყველანი. ახლაც ვერ ხვდებით, როგორ ღალატობს ქართული რუსული ოცნება ჩვენს ქვეყანას. ახლაც ვერ ხვდებით, რომ ჯერ ერთი შეურაცხყოფას აყენებს თურმე უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპს და მეორე წერილს პასუხს არც კითხულობს იმ წერილში გინება კი არ იქნებოდა, იქ წერილში იქნებოდა დასაბუთება ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციის გაცნობა ამ გამოპუტინებული ბიძინა ივანიშვილისათვის მუქარა არც ერთ შემთხვევაში არ იქნებოდა, იმიტომ რომ კვლავ ვიმეორებ, ჩვენ ლაპარაკობთ უძლიერესი, ან უმძლავრესი სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მიერ შედგენილ და ხელმოწერილ წერილზე. ელჩი ასევე აცხადებს, ვფიქრობ, ჭყალი გაიხსნა, მსოფლიოში ადამიანების უმრავლესობა მიცის, რომ მთავრობას მართავს ბიძინა ივანიშვილი. ელჩი ასევე ამბობს, რომ ივლისში საქართველოს ტოვებს ხო, ეს მნიშვნელოვანი ამბავია და აქ ბარემ ვიტყოთ თქვათ რამდენიმე დეტალი გავამახვილეთ. ტრამპის ადმინისტრაციის დასაწყისში ის ჩავიდა ვაშინგტონში. ეს არის ნინო გელაშვილის მიერ აღებული ინტერვიუს პატარა მონაკვეთი. მას სურდა, რომ ვაშინგტონში ჩასვლის მიზანი რა იყო, რომ ახალ ადმინისტრაციას ეთქვა მისთვის, ელჩისთვის
რა არის ახალი გზამკვლევი ამას ამბობს ამ სიტყვას ამბობს რა სურდათ რომ ყოფილიყო ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი პირველი გზავნილი საქართველოს მთავრობისათვის კითხულობ მე დავბრუნდი ამ შეხვედრიდან და შევხვდი მაკა ბოჭორიშვილსო ეს მაკა ბოჭორიშვილი ხო ხვდებით ვინ არის არაფერს რომ მარწყვეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დაუმსახურებლად მოხვედრილი სუვერენული საქართველოს ჩვენ ყოლია კარგი ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრები ჩვენ ყოლია უცუდესი საგარეო საქმეთა მინისტრები უსუდეს ორ საგარეო საქმეთა მინისტრს შორის რომელია მეორეზე თუ პირველზე ცუდი ხო ღმერთმა უწყის მე დავასახელებ ერთი აღარ არის ცოცხალი მაგრამ მაინც ვიტყვი ერთი უცუდესი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო მურმან ომანიძე და მეორე არის მაკა ბოჭორიშვილი ნებისმიერი სხვა ილია დარჩიაშვილი დავით ზალკალიანი რას ლაპარაკობთ ისინი არიან პირდაპირ მნიშვნელობით დიპლომატიის მამები მაკა ბოჭორიშვილთან შედარებით და ელჩი დაანიგანი ხდება მაკა ბოჭორიშვილს რომელიც ვერაფერს ვერ წყვეტს თუ არ შეუთანხმებს თუ არ ეტყვის ამ ყველაფერს იმ ჰიბრიდულ იარაღს ირაკლი გობახიძეს რომელიც თავის მხრივ ასევე ვერაფერს ვერ წყვეტს და ის კი ელაპარაკება ბიზინა ივანიშვილს მას ელჩს ჩამოტანილი აქვს მესიჯები იმის თაობაზე რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ ეს რო იცოდეთ ბარემ ვიტყვი ეს არის იანვრის თვე ანუ იანვარში 20 იანვარში შედგა პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაცია იანვარში მაქსიმუმ თებერვალში დანიგანი არის ვაშინგტონში და დე-ფაქტო კი არის ეს ხელისუფლება მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ვაშინგტონი ცდილობს ჩვენთან ურთიერთობის დაალაგებას მოღალატეები ახვედრებენ პასუხს და იმუშავებენ თავის ანუ რუსულ პოლიტიკას შეერთებული შტატების წინააღმდეგ რა არის ის სამი ნაბიჯი ორი თუ სამი ნაბიჯი რომელთა გადადგმითაც ქართული ოცნება ხელს შეუწყობდა ურთიერთობების სწორგზაზე დაბრუნებას 3 დღის შემდეგ და კვლავ ვიტყვი ჩვეულებრივ ამაზე ელჩს ვციტირებ არ ვლაპარაკობ მაგრამ პრემიერ-მინისტრმა თავად ანუ კობახიძემ თქვა ამის შესახებ ქართული ოცნების ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა წერილი ტრამპის ადმინისტრაციისათვის ის წერილი რომელზეც გაამახვილა ელჩმა ყურადღება შეურაცხმყოფელი იყო ტრამპის ადმინისტრაციას არ ვიცი ალბათ აგინებდნენ არა შეიძლება არ აგინებდნენ მაგრამ ემუქრებოდნენ და ჩემი ვერსია აკითხავთ არის ის რომ ემუქრებოდნენ იმით რომ თუ თქვენ არ გცნობთ არ გვაღიარებთ ხო ამ შემთხვევაში ქართული ოცნება ბრახდა ისკუპებს რუსულ გემში რომელშიც ისედაც ისკუპა მანამდე მე ეხლა კიდევ ერთი ჩანართი ნინო გელაშვილს ამ ეპოქალური ინტერვიუსათვის მე ესე მგონია რომ ეს ეპოქალური ინტერვიუ ალბათ მაინც იქცევა იმიტომ რომ ელჩი არადიპლომატიურად გულწრფელია მე უნდა გადავუხადო მადლობა ნინო მოგიკითხე ეს არის პირაფხო პრივატული წერილიო და ეს არ არის საჯარო წერილიო რომელიც გულწრფელად გეტყვით იყო მუქარის შემცველი და ასე შემდეგ ეხლა ოდნავ გადავახვიოთ იმიტომ რომ ამაზე ვილაპარაკოთ სანამ ელჩი ლაპარაკობს მანამდე მე თან ჩავხედავ ხოლმე ხო ამას კი ამბობს რომ ცუდად იყო შეერთებულ შტატებში მიღებულიო ვიტყვი ბარემ რომ შეერთებული შტატები არ არის უბრალო სახელმწიფო საქართველოსთვის დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა ანუ 9 აპრილიდან 91 წლისა და განსაკუთრებით 91 წლის დეკემბრიდან როდესაც დეკემბრის მიწურულიდან როცა შეერთებულმა შტატებმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა შეერთებული შტატები არის ნებისმიერი ადმინისტრაცია ნებისმიერი ადმინისტრაციის ლიდერი ნებისმიერი ადმინისტრაციის პირობებში შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანო ორივე პალატა და სულ ამბობთ რომ ორი პარტიული მხარდაჭერა გვაქვს ჩვენ არის ჩვენი დამოუკიდებლობის ქვაკუთხედი ან დამოუკიდებლობის გარანტორი 2008 წელი და მანამდე პერიოდის სასაკვირველია წვრისა და აღჭურვის პროგრამა შევარდაძის პერიოდში უამრავი გაკეთებული საქმე მათი პირადი ურთიერთობა და ასე შემდეგ 2008 წელი არის ამის თვალსაჩინოება 2008 წელს შეერთებული შტატების მე-6 ფლოტმა გამოარღვია ბოსფორის სრუტი ეს სიტყვა უნდა ვიხმარო 1000-ჯერ მაქვს ნათქვამი მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი გამოარღვია და ოდესმე ბევრს აქვს ნათქვამი მაგრამ მეც ვიტყვი რა
რას ნიშნავს გამორღვევა, რა მოხდა იქ რეალურად, რა მოხდა თურქეთის ხელისუფლებასა და შეერთებული შტატების ხელისუფლებას შორის, ბუშის ადმინისტრაციას შორის, ერდოღანსა და ბუშს შორის ასე ვიტყვი და გამოვარღვია ბოსფორის სრუტე და შემოვიდა შავი ზღვის აკვატორიაში საქართველოს ტერიტორიულ წყლებში და საკუთარი იარაღი მიუშვირა რუსეთს დასტურად იმისა, საჩვენებლად იმისა, რომ საქართველოს სუვერენიტეტს იცავს შეერთებული შტატები. ეს არ არის ერთადერთი ამბავი 2008 წელთან დაკავშირებული. აღარ ვლაპარაკობ კონდოლიძე რაისის ჩამოსვლაზე, ვლაპარაკობ იმაზე, რომ შეერთებულმა შტატებმა დაკეტა საჰაეროს სივრცე და ითქვა, რომ როგორც კი დამატებით შემოფრინდებიან რუსეთის ბომბდამშენები, შეერთებული შტატები პირდაპირ მნიშვნელობით ცეცხლს გაუხსნის და მათ და გადაარჩენს საქართველოს, რომ არა შეერთებული შტატები საქართველოს დედაქალაქის თბილისის თავზე ახლაც კი იფრიალებდა პირდაპირ მნიშვნელობით, ოღონდ იფრიალებდა რუსული სამფეროვანი დროშა და საქართველო იქნებოდა სუვერენული, არასუვერენული სახელმწიფო, ანუ ევროკავშირის დროშა იქნებოდა ჩამოხეული, ჩამოგლეჯილი და ასე შემდეგ, ყველაფერი იქნებოდა დამთავრებული და იფრიალებდა საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად, რომელიც იქნებოდა შელახული კონცეპტუალური მნიშვნელობით რუსეთის სახელმწიფო დროშა. ვაგრძელებთ ქალბატონი ელჩის ძირითადი მესიჯების ციტირებას. ეს წერილი ძალიან ცუდად იყო მიღებულიო ვაშინგტონშიო, ანუ კობახიძის ქართული ოცნების წერილი. ბოდიში ირწუს უკაცრავად ცოტა აირია. Early in the Trump administration, I went back to Washington to meet with senior officials in the new administration to talk about our Georgia policy and to have guidance. ხო, მოусმინოთ, ამებნადა ოდნავ გადავახვიე, მაგრამ მაინც დიახ, შეერთებული შტატები არის ქვაკუთხედი ჩვენი დამოუკიდებლობისა და ის ელჩი ბუნებრივი არის, ისევე როგორც ნებისმიერი ელჩი ცდილობდა და ცდილობს ურთიერთობის დაალაგებას. ეს არის საელჩოს ძირითადი და ელჩის ძირითადი ფუნქცია. 3 დღის შემდეგ არ ვლაპარაკობ, ესე იგი ეს უკვე დათქვამი გვაქვს. Leadership sent a letter to me for the Trump administration. A private letter. This is not a public letter. ეს წერილი როგორც ჩანს არ გასარჯაროვდება, ანუ ქართული ოცნების მიერ მიწერილი წერილი, იმიტომ რომ ეს არის პრივატული წერილი, არასერიოზული და უკიდურესად შეურაცხმყოფელი. ამბობს ელჩი, მე ვიმეორებ უბრალოდ, მინდა რომ კარგად გაითავისოთ, რას ბედავს ქართული ოცნება. And I think it took a while. და მე უკვე ამათმა ამერიკელებმა იფიქრეს, რომ ჩვენო გარკვეული ვიფიქრეთ, რომ გადავწყვეტეთ, რომ გარკვეული დრო დაგჭირდება საპასუხოდო. ხალხი ძალიან გაოცებული იყო ამ წერილის შინაარსითო. ერთი ქვეყნის მიერ, ანუ საქართველოს მიერ, ჩემი ქვეყნის ათვის წერილის გამოგზავნითო, ამ შინაარსის წერილის გამოგზავნითო. Of one country to my country. In the meantime, while we were coming up with our ამასობაში სანამ ჩვენ პასუხზე ვფიქრობდით, ვაშინგტონი ფიქრობს, რომ დიპლომატიური პასუხი გასცეს. პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა ღია წერილი, იცით თქვენ რომ კობახიძემ კიდევ უფრო უარესი იქნა და ჩაიდინა ღია წერილი გამოაქვეყნა ტრამპის სახელზე. ანუ ერთი წერილი არსებობს და მეორე წერილიც არსებობს და მაშინ მე მივედი პრემიერ-მინისტრთან და ვუთხარი, რომ მაქვს პასუხი სახელმწიფო მდივან რუბიოსაგან, რომელმაც თხოვა, რომ ის ბიზინა ივანიშვილს გადავწე. უშუალოდ ბიზინა ივანიშვილს. ბიზინა ივანიშვილმა თქვა No, ბიზინა ივანიშვილმა თქვა არა, ანუ მან ელჩი არ მიიღო. I'm happy to meet with the Prime Minister anytime. პრემიერ-მინისტრო მე სიამოვნებით შევხვდებიო, ცალკე მას არ უთხოვია ჩემთან შეხვედრაო, ანუ ირაკლი კობახიძე ბანდიც. მაგრამ მე მითხრეს, რომ მაგრამ მე მითხრეს, ანუ ის მას დაავალეს, რომ უშუალოდ ბიზინა ივანიშვილისთვის გადაეცა წერილი. So the crazy thing is, did you ask in Washington why to Bizina Ivanishvili? აქ რომელიღაც ეტაპზე ვეღარ ნახულობ სიმართლე გითხრათ, მაგრამ შეგიძლიათ გადაამოწმოთ, არის ელჩის მოსაზრება კი არა, ელჩის პოზიცია და შეერთებული შტატების პოზიცია. სულ ორი სამი პირობა ჰქონდა შეერთებულ შტატებს იმისთვის, რომ ურთიერთობა დარეგულირებულიყო. პირველი, ნუ გვაგინებთ შეერთებულ შტატებს ნუ აგინებთ თბილისიდან. მარტივია. თქვენი დეპუტატი, უგვანი მინისტრი, დეპუტატად წოდებული, პრემიერად წოდებული, მინისტრად წოდებული
ელჩად კი არა, ექსპერტად წოდებული, ჟურნალისტად წოდებული. ნუ ბედავთ და ნუ აგინებთ შეერთებულ შტატებს. მეორე I think most people in the world recognize Evgeny Ivanishvili. ხო, მეორე გზავნილი არის ისეთი, რომ დავალაგოთ ურთიერთობები აუცილებლად, განა არა, მოდის ვიხდი მე გადავახვევ და ვნახავ, რას ამბობს კალბატონი ელჩი. So, okay. The crazy thing is really ყველაზე უცნაური არის ის, რომ რასაც ის ითხოვს, ანუ ბიზინა ივანიშვილი, ურთიერთობის სწორგზაზე დაყენებას არც ისე რთულიაო, დღესაც არც ისე რთულიაო. ერთ-ერთი პირველი რამ უპირველესად გადასადგმელი ნაბიჯი იქნებოდა ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა ყველას მხრიდან. ხომ გესმით, შეერთებული შტატებისთვის შეერთებული შტატების გინება არის შეურაცხყოფა და ეს არის სიმართლე. ეს არ არის სიმართლე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის სუდის სახელმწიფო და საგინებელი სახელმწიფო. ეს ეხება წინაელჩსაც, წინაელჩს არაფერი არ გაუკეთებია საგინებელი და ნუ აგინებთ მასო. ანუ კელი დანგანი იგულისხმება. დანგანი. რა ქვია? დეგნანი იგულისხმება, დიახ. he says that is not true about the United States. That we tried to start a second front. მეორე ფრონტის დაწყებასთან დაკავშირებით არ არის სიმართლე, რომ შეერთებული შტატები ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას საქართველოსთან და ასე მოკლედ დაბამთავრე. და ასე შემდეგ. ეხლა უკვე ჩემი დასკვნები ცოტა გამიფრცელდა თუ გამიგრძელდა ეს ვიდეო ბლოგი. ბატონებო და ხალბატონებო, პირველ რიგში ისევ ნინოს მადლობა, ბატონებო და ხალბატონებო. ეს ხელისუფლება მაღალი ალბათობით შემდეგი საკითხით თუ ამბით ვაჭრობდა, ამბობდა იმას, რომ ღიად გახდებოდა პუტინის მოკავშირე. და სანაცვლოდ ითხოვდა, რომ გვცანით გვაღიარეთ თუ გინდათ რომ ეს არ გავაკეთოთ. ესე შეერთებულ შტატებს არ ელაპარაკებიან. ეს არის ნათელი დასტური, რომ საქართველოს de facto ხელისუფლებამ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უღალატა კიდევ ერთხელ. ეს არის ნათელი დასტური, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს და განსაკუთრებით 28 ნოემბერს ჩვენს ქვეყანაში შედგა სახელმწიფო გადატრიალება. სახელმწიფო გადატრიალების ავტორი არის ბიზინა ივანიშვილი. ეს წერილი, მაღალი ალბათობით, ეს ინტერვიუ მაღალი ალბათობით არ დარჩება უპასუხოდ ქართული დეფისი რუსული ოცნების ბანდის მხრიდან ისინი უპასუხებენ ელჩს და ეს სიტყვიერი შეპირისპირება აღარ გაგრძელდება ელჩი პასუხს არ გასცემს მათ უგვანებს და საქართველოს მოღალატეებს, მაგრამ უკვე ამის შემდგომ გარკვეული პერიოდის შემდგომ რასაკვირველია პროცესში ჩაერევა შეერთებული შტატები, რომელიც არ შემოიფარგლება ოლდენ კონგრესმენების ან სენატორ კონგრესმენების მნიშვნელოვანი პერსონების რასაკვირველია გამოგზავნით საქართველოში ისინი წერილს ან წერილს შეიძლება არც მაგრამ აუცილებლად გზავნილს უშუალოდ ჩამოიტანენ საქართველოში საკმაოდ მაღალი დონის დელეგაციას უნდა ველოდოთ ოღონდ იმ დათქმითა და იმ პირობით თუ ბიზინა ივანიშვილი აბასტუმრის უღრანების ბინადარი მათ შეხვდება მიიღებს არ ვამბობ ამ სიტყვას შეგდებულად მათ შეხვდება მაღალზე მაღალი ალბათობით ბიზინა ნებისმიერ პირთან იუარებს შეხვედრას მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებს უცუდ ექნება მომზადებული მექანიზმები და არ გულისხმობ მხოლოდ სანქციებს ბიზინა ივანიშვილისათვის მომზადებულ სანქციებს მეგობარი აქტს და სხვა სასანქციო პაკეტს მაღალი ალბათობით შეერთებულ შტატებს ექნება მომზადებული პასუხი კვეთრი ვით შეერთებული შტატების წინააღმდეგ მიდის უახლესი ისტორიაც გვაჩვენებს ამას რა ისტორიული ასე უნდა თქვა, სხვაგვარად ვერ ვიტყვი, რა ისტორიული ხვედრი ბედი და სვე ელის მას. ბიზინა ივანიშვილმა გაბედა და ღიად წავიდა, გინებით წავიდა ვაშინგტონის წინააღმდეგ. ჩვენ ვლაპარაკობთ ვაშინგტონზე და არა ბუდაპეშტზე. ჩვენ ვლაპარაკობთ ვაშინგტონზე და არა რომელიმე მნიშვნელოვანი თუნდაც, მაგრამ მაინც შეერთებულ შტატებთან შედარებით უმნიშვნელო ქვეყნის ხელისუფლებაზე ჩვენ ვლაპარაკობთ შეერთებული შტატების ხელისუფლებაზე მით უფრო ტრამპის ადმინისტრაციაზე ანუ არაორდინალური პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დალაგება
როგორც ჩანს ბიზინა ივანიშვილს ან აღარ გამოუვა, რაც არ უნდა ფული ითხოვოს, არც დაუბრუნებენ, რასაკვირველია და რომც დაუბრუნონ, დალაგება როგორც ასეთი ბიზინა ივანიშვილს ვაშინგტონთან ტრამპის ადმინისტრაციასთან არ გამოუვა. წერტილ დასმული ამბავია. ეს ახლა ემზადეთ, გაცილებით სერიოზული და გაცილებით ტევადი და გაცილებით მნიშვნელოვანი და გაცილებით ეპოქალური პროცესებს დაელოდეთ თუ მოემზადეთ ამ პროცესებისათვის, სწორებ ამბობ, ხო. რაც მოხდება ჩვენს ქვეყანაში. ნინო გელაშვილს კიდევ ერთხელ მადლობა, ეპოქალური ინტერვიუ არის უკვე შემდგარი. ახლა ნახეთ თქვენ რა მოხდება უახლოეს მომავალში და სწორედ თავარ საკითხებზე კონცენტრირდით ხოლმე და გადადეთ ან 2 საათით მიაქციეთ ყურადღება თემას ვინ ვის გაურიგდა ან არ გაურიგდა, უпростоად არავის არ გარიგებია, მაგრამ ვინ რატომ შედის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. რა მნიშვნელობა აქვს? ვეები მოხდება, ნახეთ აწი. ნახვამდის.